გამარჯობა, მოგესალმებით ბაიას ომსის YouTube არხზე და მინდა წარმოგიდგინოთ სახლი, ბინა, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია. ვნახოთ ახლა დეტალურად. შემოსასვლელი სივრციდან დავიწყე იქიდან გამომდინარე, რომ 200 კვადრატული ვერანდაა, რომელიც არის გადახურული და ამ ბინის საკუთრებაშია. შევიდეთ. ვნახოთ დეტალურად. აქვე გეტყვით, რომ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 3 საპარკინგი ადგილი აქვს პლუს 1 ავტოფარეხი და გარეს სივრცეში 2 სარდაფი. როგორც კი შემოდივართ, პირველი რაზეც რეაქცია გვექნება და წარმოდგენა არის ის, რომ ჭერის სიმაღლე არის 4 მეტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პარკეტი არის იტალიური, პირდაპირ იტალიიდან ჩამოტანილი და ასევე გვაქვს იატაკქვეშა გათბობა. ძალიან მომწონს ეს კიბე, სადაც ჩავდივართ და უკვე გადავდივართ გაერთიანებულ სივრცეში. შემოტრიალდებით აქვე შევამჩნევთ, რომ არის დაცვა, რა თქმა უნდა, 22 კამერა არის დაყენებული და მსგავსი მონიტორი შეგხვდება ასევე მთავარ საძინებელ ოთახშიც. გავაგრძელოთ ახლა. აქ გვაქვს დიდი სასადილო მაგიდა. აუნიშნავ იმას, რომ სკამის ფერი არის დივნის ფერის და ეს ყველაფერი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის, მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე სივრცეშია პრაქტიკულად, მაინც თვალი ამ ყველაფერს ნამდვილად აღიქვავს და ძალიან მოქმედებს. ჭაღებიც ჩამოტანილია იტალიიდან, დარწმუნებული ვარ, რომ აქ გრანდიოზული ვახშმები შეიძლება განიმართოს და გადაწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. რაც შეეხება სისტემებს. სისტემები გვაქვს ესეთი, კლიმა კონტროლი არის დაყენებული, სახლში დენი ისე წავა, მოვა, თუ გაითიშა ელექტროენერგია, რაც სამწუხაროდ ხდება ხოლმე ხანდახან ჩვენ ქვეყანაში. ამას თქვენ ვერ შეამჩნევთ, იგივე შემიძლია გითხრათ წყალმომარაგებაზე და ასევე დაყენებული არის ჟალუზები, დიოსი, უბრალოდ ძალიან მარტივად პულზე ერთი ხელის დაჭერით შეგვიძლია, რომ სახლში საერთოდ შევცვალოთ ბუნებრივი განათება. თამამად შემიძლია გაუსვა იმ ფაქტსაც ხაზი, რომ მარტო აი ამ დივნის ღირებულება არის დაახლოებით 30,000 ევრო. და წარმოიდგინეთ, მასალები იტალიიდან არის ჩამოტანილი და არა მხოლოდ მასალები, არამედ ხელოსნებიც იტალიიდან არიან ჩამოსული იმისათვის, რომ მათ მასალაზე თავად ვეიმუშავათ და შედეგი ყოფილიყო მართლა იდეალური. მომწონს ის, რომ ამზარეულოში არის დიდი სივრცე, აქ თავისუფლად შეიძლება რამდენიმე ადამიანმაც კი იტრიალოს და დამეთანხმებით, რომ ესეთ დიდ სახლში ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ როდესაც მოვლენ ადამიანები არ იყოს აქ სივიწროვე და თავისუფლად შეძლოთ სასადილო სივრცესთან კავშირი. არის ზედაპირზე გამოყენებული ბუნებრივი ქვა, ხოლო რაც კი რაიმე საჭიროა სამზარეულოსთვის, ყველაფერი ნამდვილად არის აქ. აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ მასალა ასევე არის იტალიური. ეხლა რა მინდა გაჩვენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს დეტალი, კარი, რომელიც ასევე არ არის საქართველოში დამზადებული, 4 მეტრიანია და პრაქტიკულად არ ჩანს, თუ მას ძალიან არ დავუკვირდით და სახელური არ ვნახეთ, აი ეს კალიდორი ისე არის გაკეთებული, რომ პრაქტიკულად არ შეგვიძლია შევამჩნიოთ სად არის კარი. აქვე არის სადარბაზოში გასასვლელი, რომელიც შეგვიძლია იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ, თუ არ გვინდა ეზოს მხრიდან სარგებლობა, მაგალითად არის ცუდი ამინდი, პირდაპირ შევალთ ავტოფარეხში და ამოვალთ ყველანაირი გარე სივრცის გარეშე ბინაში. რა არის ამ კარის იქით? ამ კარის იქით გვაქვს ესეთი სამრეცხაო ოთახი და მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოში შემოვიდა ამის პრაქტიკა, ევროპაში წლები ორი უკვე დანერგილი და პრაქტიკულად არც იგეგმება არქიტექტორის და დიზაინის მიერ სახლის, სადაც ეს სივრცე არ არის გამოყენებული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მას ექნება თავისი ბუნებრივი განათება. ამ შემთხვევაში ჩვენ აქ გვაქვს როგორც საშრობი, ასევე სარეცხი მანქანაც. ჯამში გვაქვს 3 საძინებელი. 3 სველი წერტილი არის სამრეცხაო ოთახი პლუს მე-4. ეს არის სტუმრების, სადაც არ არის საშხაპე და საშხაპე ძირითადად არ გვხვდება ხოლმე სასტუმრო სველ წერტილში. ეხლა ვერ გადავწყვეტა, რომელ საძინებელში შეგიყვანოთ. აქ არის 2 საძინებელი, მესამე, რომელიც არის გრანდიოზული და მოდი წავიდეთ და დავიწყოთ ამით. როგორც კი შევდივართ, პრაქტიკულად ეს მთლიანი ოთახი არის საგარდიობე სივრცე. საოცარია, აი აბსოლუტურად ყველაფერს აი მოგინდება ადამიანმა რომ შეეხო, იმდენად მაღალ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. დაყოფილი არის ესე. აქეთ გვაქვს სველი წერტილი, აქეთ უკვე მოსასვენებელი მშვიდი სივრცე. ანუ დილით რო ვიღვიძებთ, გადმოვდივართ სველ წერტილში, საგარდიობე სივრცეში წესრიგდებით და გავდივართ უკვე ჩვენ არაჩვეულებრივ ბინაში. დამიჯერეთ
პრაქტიკულად ვთვლი, რომ ძალიან შეიცვლება მომავალი ამ ბინის მეპატრონის ცხოვრება. გავმახვილებ ყურადღებას საწოლის ფერზე, არაჩვეულებრივია და აქ გვაქვს დიდი ვიტრაჟები. ჩვენ დამოუკიდებელ ვერანდაზე გავდივართ, რომელიც ასევე სახლის საკუთრებაა. მონიტორი, რომელზეც უკვე წეღან გესაუბრეთ და აქვე შეამჩნევდით, რომ აქ არის ასევე ტელევიზორი ისე გაკეთებული, რომ არ ჩანს და მე ძალიან მომწონს ეს. აღარ ვიყენებთ ადამიანები ტელევიზორს და ინტერიერს ზოგადად ხშირად აფუჭებს ხოლმე, როცა ესე დიდი შავი ყუთი არის და კარგად არის ნამდვილად გაკეთებული. ჯადოსნურის ველი წერტილი, ასე ვუწოდებ მე. გვაქვს ესეთი კარი, ასევე 4 მეტრიანი. შევდივართ და აქ ელოდება მომავალ მეპატრონეს ნამდვილი ფუფუნება. ჯაკუზი, ასევე იტალიური და აღსანიშნავია ფაქტი, რომ კედლიდან შემდეგ წყალი, ანუ ჩანჩქერის იმიტაცია აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიჟარა 2 ადამიანისთვის, ესეც პლუსია, ბიდე, რა თქმა უნდა, გვაქვს უნიტარის ჩაშენებული მექანიზმით და საშხაპე. გადავინაცვლოთ ახლა, ვნახოთ დარჩენილი 2 საძინებელიც. კომენტარებში ველი თქვენ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თქვენ დამიწეროთ, რამდენად მოგწონთ მსგავსი ბინის განხილვა. შემოვდივართ საძინებელში. ასევე ბუნებრივი განათება აქვს საძინებელს. კარედები მრავლად არის და ძალიან მომწონს ეს ღია ფერის სველი წერტილი. ასევე გვაქვს ფანჯარა აქ. დუშის მექანიზმები ჩაშენებული, რაც კი რამე არის, მათ შორის თუნდაც ესეთი სისტემა, ყველაფერი კიდევ ერთხელ ხას გავუსმოვ, რომ არის იტალიიდან ჩამოტანილი. აქვე ვნახოთ მეორე საძინებელიც, რომელიც როგორც ამჟამინდელმა მესაკუთრემ გითხრა, რომ ბავშვისთვის არის განკუთვნილი. მე კი დაგემშვიდობებით. გეტყვით იმას, რომ ძალიან კარგ ადგილზე ვიმყოფებით, გამორჩეულ მაღალი ხარისხის პრემიუმ ბინაში და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ძალიან მოგეწონებათ. თუმცა მაინც საინტერესოა თქვენი ხედვა, რას შეცვლიდით აქ, ველოდები თქვენგან გამოხმაურებას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვიტოს ბაიას ჰოუმსმა, კონდეს თუ არა თავისი YouTube არხი. დროებით!